თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის. თავზე გვექცევა ლიბერალური მსოფლიო წესრიგი. ამერიკის ოპერაცია ვენესუელაში არის უფრო პოზიტიური თუ ნეგატიური მოვლენა. პრაგმატიზმის გარდა არსებობს კიდე ღირებულებები. რუსული გავლენის სფეროები რაც იყო, იქ დგება ამერიკა და თაროს ეცეუნება, ვიცი რომ შენი ტერიტორია. ვენესუელაში მკაცრად და მკაფიოდ დაირღვა საერთაშორისო სამართალი. ხო და ვინ უნდა დაიცვას ეს საერთაშორისო სამართალი, როცა ხალხი ვერ იცავს იქ ადგილზე. ერთი დიქტატორი მეორე დიქტატორით ჩანაცვლა, უბრალოდ ეს მეორე დიქტატორი უფრო კეთილგანწყობილი არის. ახალი რკინის ფარდა გაევლება და ახალი გავლენის ზონები დადგინდება. სად გადის ხვარი და რას ამბობს საერთაშორისო სამართალი? თქვათ რუსეთი ისედაც უამრავი წლის განმავლობაში ფეხქვეშ ჩელავს საერთაშორისო სამართალს. უნდა ხიო და აღარ გათელავს. სად უნდა ხიო მოსკოვში? ქართველმა ხალხმა ის უდაქნას, რომ მარტო ამერიკის იმედზე არ უნდა იყოს. ეს არ არის ბიძინა გამოსაცვლელი. შეეძლება. ეს არ არის ბიძინა გამოსაცვლელია და მე რასაკეთებ? და როგორ გამოცვლი? გამოცვლი? მაგას თუ ხალხს იმას აგონებ, რომ ამერიკაც ეშმაკია. ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკა, ევროპის დაცინვა, რომ არაფერს არ წარმოადგენს, არაფერი არ შეუძლია, ჯარი არ ყავს. მიწავზე აქ არის. ვერ მენიძლავები, ვერ მენიძლავები. ქალბატონო, ისე მეშინია, ვერ გენიძლავები. კარგით.